ნენსკრას და ნაკრას ხეობებში გამოგზაურებთ ყველაზე ხშირად ამ ადგილების ენერგეტიკულ პოტენციალზე მახვილდება ხოლმე ყურადღება. გამონაკლისები არც ჩვენ ვართ, მით უმეტეს რომ ნენსკრა ჰესი ბოლო პერიოდის ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტია, რომელიც ამ ხეობაში წარმატებით ხორციელდება, თუმცა დღეს ანალიტიკამ სულ სხვა ფოკუსი აირჩია. ჩვენ გვაინტერესებს აქვს თუ არა ამ ხეობებს არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ ტურისტული პოტენციალიც, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ნენსკრა ჰესის მშენებლობის პარალელურად ინვესტორი ტურისტული მიმართულების განვითარების ხელშეწყობასაც გეგმავს და ჯალაღონია მოიარა ხეობები და ახლა შეეცდება თქვენც დაგარწმუნოთ, რომ საფეხმავლო ტურიზმისთვის ეს ადგილები ძალიან მიმზიდველია. მე გიტოვებ ძალიან საინტერესო და ლამაზ სიუჟეტს და გემშვიდობებით შევხვდებით უკვე საღამოს დროებით. დილის 7 საათი, პეიზაჟი ჭუბერიდან. საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ზემო სვანეთის ამ მიდამოების გასაცნობად მგზავრმა დღე დაგეგმოს. ჭუბერის თემში 10 სოფელია, ყველაზე კეთილმოწყობილი კი ცენტრია. ასე უწოდებენ ადგილობრივები ტერიტორიას, სადაც კულტურის ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, ბოლო წლებში აშენებული ტაძარი და დასახლებისთვის აუცილებელი რამდენიმე ინფრასტრუქტურული ატრიბუტია. ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაც აქედან იწყება. ჭუბერის ცენტრში შემოსვლის შემთხვევაში თქვენ გზად აუცილებლად ნახავთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო დაფას, სადაც არის მოცემული გარკვეული ინფორმაცია ჭუბერის თემის სოფლებში გარდამავალი საფეხმავლო ბილიკების შესახებ და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მარშრუტია აქვე აღნიშნული სოფელი ქვემო მარღი, უთვილის უღელტეხილი, სოფელი ნაკრა ბოლო გაჩერებით. ამავე დაფაზე არის მცირე რუკა, სადაც არის აღნიშნული ინფორმაცია საფეხმავლო ბილიკების სირთულეების შესახებ. მაგალითად, ყვითელი ფერით არის მონიშნული მარტივი, წითელი ფერით საშუალო სირთულის და ლურჯი ფერებით რთული საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია. რა სირთულისაც არ უნდა შეგხვდეთ, გზა დროის მოსაგებად ავტომობილი მაინც დაგჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ სასტუმრომდე მიხვიდეთ. ჭუბერში ყველაზე ტევადი სასტუმრო გია ვიბლიანს აქვს. თუმცა უკვე დაკავებულია, რადგან ნენსკრას ხეობაში ნენსკრა ჰესი შენდება და მის უცხოელ თუ თბილისელ თანამშრომლებს ათვისებული აქვთ იქვე მდებარე ისეთი აგროტურისტული ელემენტებით, როგორიც არის საკალმახე. შესაბამისად, მფლობელს მოტივაცია გაუჩნდა და გაფართოვებასაც გეგმავს. სასტუმროს გადაკეთება ამ ხეობაში სასტუმრო საერთოდ არ იყო. არავის არ უნდა სასტუმრო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტა ამეშენებინა. მიუხედავად იმისა, რომ გზები მაშინ საერთოდ არ იყო აქეთ. ანუ სამხედრიანი კამაზებით მარტო შესაძლებელი იყო აქ სამშენებლო მასალები ამომეტანა. და იმის მერე დაიწყო ნენსკრა ჰესის მშენებლობა. ნენსკრა ჰესის მშენებლობა რო დაიწყო, მერე გზები გააფართოვეს, უკეთესი გზები არის ახლა. თუ ჩამოდიან ხალხი სამუშაო ნენსკრა ჰესზე, კოლებებზე დადიან ჯერჯერობით, ისინი ბინაოდებიან აქ ჩემთან არის. ამ კონკრეტული საქმიანი დანიშნულების გარდა გია ტურისტებს იშვიათად ხედავს. ამიტომ შესაბამის უწყებებს საცალფეხო ბილიკების დაგეგმვას და განვითარებას ურჩევს. ახლა ამჟამად არ არის ტურიზმი ჭუბერში, არ არის განვითარებული, იმიტომ რომ საცალფეხო გზებიც არ არის გაკეთებული, მთებზე, რუგებზე დატანილი არ არის ეს არასრულებრივი ადგილებია. ნენსკრის ხეობა, ზემოთ ახლა ეს ვიწრო ხეობა არის, ახლა დასახლება რაც არის, ეს ვიწრო ხეობაა და ამ დასახლების მერე ფართოვდება ეს ხეობა, ეგ ნენსკერი ქვია ამ ხეობის ბოლოს და დალარი. ეს ორი ხეობა რო აითვისოს იქით რომ გაკეთდეს საცალფეხო გზები, ბილიკები რო გაკეთდეს იქით. ჩემი აზრით დაინტერესდება ტურისტი და გადასასვლელი არის მე კიდე ნაკრაში. და იქით საჯიხვეებიც არის, ბუნებრივი ტბებიც არის, ხელშეუხებელი ბუნება არის იქა და ტურისტებს ჭუბერში მხოლოდ მთები და ხეობა არ ელოდება. აქ საითაც გაიხედავთ ისტორიას დაინახავთ. ზუსტად ისე ცხადად, როგორც ეს საქმის კურსის კამერამ ჭუბერის თემის სოფელ ლახამში, გოგა ჩხეტიანის კარმიდამოში მოახერხა. მასპინძელი გვიყვება, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არქეოლოგებმა გასულ წელს ჩატარებული სამუშაოებით სავარაუდოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4-მე-5 საუკუნეების ცივილიზაციის კვალს მიაგნეს. აღმოჩენილი იქნა აქ რკინის გადასამუშავებელი ქურები არის, ფაქტიურად როგორც თვითონ იძახიან. თარიღდება ალბათ დაახლოებით თვითონ ბაც სიტყვებით გეუბნებით მე-4-მე-5 საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვამდელი არის. და დაწყებულია ამაზე მუშაობა აქ ფაქტიურად ჩამოყვანილი ყავდათ სტუდენტები და სამუშაოები ჩაატარეს. თქვენ მზად ხართ, რომ უფრო მასშტაბური ექსპედიციის რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ და ჩვენ მზად ვართ, რომ უმასპინძლოთ და მოხარული ვიქნებით, რომ ჩამოვიდნენ და გააგრძელონ მუშაობა. ტურისტების დღიური შესავსებად მხოლოდ არქეოლოგიური მასშტაბები არ გმარა, ამიტომ გზა გრძელდება.
ჭუბერის თემის სოფლებში გადაადგილებისას თქვენ გზად აუცილებლად შეხვდებით ჟავე წყლებს და ერთ-ერთი ასეთი ჭა მდებარეობს ჭუბერის ცენტრიდან სოფელ ტიტამდე მისასვლელ გზაზე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჟავე წყლები სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწესრიგებისთვის, თუმცა ის დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ამიტომ ზომიერად უნდა მივირთვათ. ზომიერებას აქ თუ მოხვდებით, გარემო შეფასებისას ნუ დაიცავთ. ეს უკვე ნაკრას ხეობაა, დაახლოებით 120 კომლით. დღევანდელი დასახლების ფესვები მე-19 საუკუნის დასაწყისთან მიდის. თუმცა ამ ადგილებში სიცოცხლის კვალი იმდენად ხნიერია, რომ ადგილობრივებს ლეგენდების მოსაყოლად მთელი დღე არ ეყოფათ და არც დაეზარებათ. აქ ჩვენი გიდია როდამ გვარმიანი. ამიტომ საქმის კურსისთვის ექსკურსია იმ მიდამოებში ინაცვლებს, სადაც დრომ კვალი პრაქტიკულად ვერ დაამჩნია. მოკლედ ეს არის სიძველის გამოქვაბული, ადგილობრივები ამ ადგილს უწოდებენ სიძველის გამოქვაბულს, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი მითი და ლეგენდა არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს ადგილი უკავშირდება ერთ-ერთ მთას, რომელიც კილომეტრებით არის დაშორებული ამ ადგილიდან. და ეხლა რამდენი მეტრია საწოლი? ნუ ხა შეგვიძლია შევიდეთ რაღაც სიღრმეზე. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს შეიძლება ყოფილიყო განსაცავი ომიანობის დროს. მეორე ვერსიაც არის, რომელიც უკავშირდება, ანუ შეიძლება ყოფილიყო ეს ბერების საცხოვრებელი კელია. ამ გამოქვაბულში არის ბევრი სხვადასხვა ოთახი, ოღონდ ნაწილობრივ ჩანგრეულია ეს ოთახები. ამ სოფლის მაცხოვრებლები, წინაპრები ჩადიოდნენ და ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ერთ-ერთ ოთახში იყო ქვის მაგიდა, მრგვალი მაგიდა, რომელზეც სხვადასხვა ამოუცნობი იეროგლიფები იყო დაწერილი. აქ ცნობის მოყარეების საქმე მთავრდება. ამ ისტორიას ალბათ პროფესიონალები მიხედავენ. ჩვენი ერთდღიანი მარშრუტი კი დასასრულისკენ ისევ ჭუბერში ბრუნდება და ბოლო შტრიხებისთვის სოფელ ზედა მარხში ინაცვლებს. ორი მიზანი გვაქვს. დავდგეთ გორაზე, სადაც შესაძლოა საუკუნეების წინანდელი ცივილიზაცია იმალება და გადავიღოთ, როგორ ჩადის მზე ჭუბერის მთებში. ამ მიზნის მიღწევაში მძღოლი განსაკუთრებით გვეხმარება. ჩვენ ჭუბერის ცენტრიდან დაახლოებით 30 წუთია უკვე მოვდივართ და ბოლო დანიშნულების პუნქტი ჩვენთვის არის სოფელი ზედა მარღი, რომელიც ამ თემის სოფლებს შორის ყველაზე მაღალ წერტილზეა დასახლებული და თქვენ ხედავთ რა პირობებში გვიწევს გზებზე სიარული. ამოვედით ჭუბერის ცენტრიდან, ჩემს უკან როგორც ხედავთ არის მთელი ხეობა და ჩვენ ახლა ვართ სოფელ ზედა მარღში. აი ამ გორაზე, სადაც მე ვდგავარ, გადმოცემის თანახმად ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით იყო ოქროს სამჭედლო. ეს ფაქტი, როგორც თავად გვიყვებიან, არ დასტურდება რაიმე კონკრეტული მონაცემით, მაგრამ მათი გადმოცემით მიმდებარე ტერიტორიაზე ამ სოფლის არაერთი ოქროს მონეტა აღმოჩენილი. არქეოლოგები ამ ბოლო წლების განმავლობაში ადგილზე აღარ მუშაობენ. ისტორიის ყველა ეტაპს და ამ მხარეში ყველა ოჯახს აერთიანებს სვანური ლილე, სადიდებელი ჰიმნი მზეს, როგორც გადარჩენის იმედს. სვანურ დიალექტზე გავრცელებული სტრიქონების თარგმანის არაერთი ვერსია ცნობილი, ზოგიც კომბინირებულია და ერთ-ერთი ასეც იკითხება. თეთრო მზეო, ჩვენ და იმედად რონინობ ცაზე. 1000 წელი გადიდებთ ასე. დიდება შენდა, გვარიდე სუსხი სენი და სევდა. ნუ მიგვატოვებ პირმშოთა შენთა, იმედით სავსე, შენ კი ჩადიხარ, დიდება შენდა.